მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო და იუთუბელებო. სასიამოვნოა ისევ და ისევ ჩემ არხზე რომ შემოგძანდებით, რომ ესე იგი ეცნობით ჩემს ასე ვთქვათ გაშლებს, ხო? უფრო მეტად პირადზე მაქვს გაშლები, მაგრამ ერთმა მომწერა რომ ანუ სულ ესე იგი მამაკაცეო და სულ პირადზეო და კი ბატონო შემომთავაზეთ ბატონო კითხვები და იმის მიხედვით გავაკეთებ გაშლებს. რაც შემომდის, უმრავლესობა არის პირადი, რაც გაინტერესებთ, ზუსტად მამაკაცი, ადამიანი, პიროვნება, პირადი ურთიერთობა და ასე შემდეგ და რა ვქნა ეხლა, ჩემი ბრალი ხო არ არის. რაც მოდის მეტი, ასე ვთქვათ, რასაც მეტი ყურება აქვს, რაც უფრო გაინტერესებთ, ეს თემებია პირადია, თორემ მე, ანუ შემიძლია სხვადასხვა საკითხებზე გაგიშალოთ, პრობლემა არ მაქვს. მე პირადად ესე ვარ, ჩემთვის თუ რამე მაინტერესებს, უშლი და ეხა. დაინტერესების შემთხვევაში, თუ თქვენს დაგაინტერესებთ, არ იქნება პრობლემა. მოკლედ, რა თქმა უნდა, ისევ პირადზეა, ისევ ადამიანზეა, ისევ ურთიერთობებზეა. ანუ იცით რა არის, ანუ ფსიქოლოგიაში არის ესეთი მომენტი, ჯერო შენი თავიო, შენი საახლობლო წრე, ანუ ვისთანაც გაქვს, შენი გარემო, შენი ოჯახი, აი ესე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გინდა კარგი გაგებით, გინდა ცუდი გაგებით, მოაწესრიგე ურთიერთობები სამეგობროში, სანათესაოში, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან და მერე უკვე გადადი, ანუ იქითო რა. ჰორიზონტს გაღმა რო იტყვიანს სხვებზე, ანუ შენ თუ არა გაქვს დალაგებული შენ ოჯახში ურთიერთობა, ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, დედმამიშვილებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, შენ თუ არ ხარ ჰარმონიაში, ხო, ხა ყველასთან ვერ იქნები იდეალურად, გასაგებია, ხო? აზრების და იმეების გამო, რომ ის სხვა აზრზეა, ის სხვა პოზიციაზეა, შენ სხვა პოზიციაზე, მაგრამ ის რომ მშვიდობა გქონდეს, ის რომ ესე იგი მაინც უგებდეთ ერთმანეთს, შენ იმ აზრის ხარ თუ მე ამ აზრის ვარ, ერთულოვნება რომ სუფევდეს, მე მგონი არავის დაუშლია ეს, ხო? აი როგორც ეხლა დღევანდელი სიტუაციაა. მე ხა ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიძახი, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. არასდროს ყოფილვარ და არც მქონია არანაირი ინტერესი პოლიტიკას ახლოს გავკარებოდე, თემებს აქტუალურს ვშლიდი, როცა იყო რაღაც საფრთხე და საშიშროება და ასე შემდეგ, ჩემი ქვეყნის. ეხლაც არსებობს საფრთხეები, იმიტომ რომ მტრებია ყველგან და ჩვენს ირგვლივ და შიგნით მით უმეტეს, მაგრამ იმ ფონზე, რომ დღეს მე რასაც უყურებ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, მათ თუნდაც მათ სახეებს, მათ ანუ არ მინდა ეხლა რომ ისე გამომივიდეს, აი იძულებული ხდები, რომ ანუ აირჩიო ეს მთავრობა, სიტყვაზე ვიძახი. სულ რო ოპოზიციონერი ვიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში და სულ რო ესე იგი მქონდეს ჩემი მოსაზრება, აი იმ ფონზე, რასაც მე დღეს ვხედავ ოპოზიციაში, რაც არის, თუ მაგათ საერთოდ ოპოზიცია ქვიათ, მე მაგათ არ აღვიქვავ ოპოზიციად, ესენი არიან უსამშობლოები, ოპოზიცია მე მესმის ჯანსაღი. როცა შენ ოპოზიცია ხარ, მაგრამ შენ სამშობლოს არ წირავ, არ ყიდი და შენი სამშობლოსთვის კარგი გინდა შენი მოსახლეობისთვის, გინდა რომ გადარჩეს შენი ქვეყანა, მით უმეტეს ეხლა, როცა ცეცხლი უკიდია ყველაფერს ჩვენს ირგვლივ და ხედავთ რა დაძაბული მდგომარეობა და უფრო მეტად დაიძაბება და უფრო მეტად ისეთ ფაზაში შევა, რომ ესე იგი მართლა საგანგაშო სიტუაცია იქნება, იქით მე ვიძახი. ხო და აი ეხლა ამ დროს გონიერი ოპოზიცია, კი ბატონო, გამოჩნდეს ჯანსაღი და გონიერი ოპოზიცია და ჩავდგები. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ამ ოპოზიციაში არც გონიერება აქვთ ამათ. აი ეხლა რომ აჟიტირებულები არიან და სახეები საერთოდ რომ დაკარგეს და ერთად რომ შეიკრიბენ და
უკვე გასაგებია, რასაც და ვისაც ემსახურებიან, ხო? რამდენი ფულიც არ უნდა მოგცეს, გინდა ამერიკამ, გინდა სიტყვაზე დიდმა ბრიტანეთმა, გინდა ევროპამ, აი რამდენი ფულიც არ უნდა მოგცეს და აგავსოს ფულის ტომრებით. ანუ შენ ესე იგი ყველაფერზე ხელის მომწერი ხარ და ანუ სოფეხზე კიდია მეორე წუთს გაქრება, საქართველოს იარსებებს, არ იარსებებს, თავარია შენ იყო კარგად, ანუ ვერ ეღირსებით ასეთები თუ ხართ. იმათი მისამართით ვიძახი. საქართველოს იქნება და ღმერთს ასე დაუწესებია, ასე დაუკანონებია. და ძალიან ბევრი ძველი ტექსტებიდან ჩვენ შეგვიძლია მათი საუკუნების უკან წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველის წინასწარმეტყველება, სერაფიმ საროველის წინასწარმეტყველება. ლავრენტიუსი იყო ერთი ესეთი კიდე ბერი ათონის მთაზე მოღვაწე, რომელმაც იწინასწარმეტყველა საქართველოზე 11 წიგნი აქვს გამოშვებული. და უამრავი წმინდა ბერების და ესეთი ნათელმხილველი ადამიანების მაგალითი და იმ დროს დაწერილი სხვადასხვა საუკუნეებში შემიძლია მოვიყვანო, რომ საქართველოს დარჩება თავის ადგილას და იარსებებს. როგორც იოანე ზოსიმეს წიგნში წერია და აი ამენითა ქრისტემ, ანუ ეს ენა, ეს არის დაკარგული ენა, ამ ენაში ითვლება მარტო ენა არ არის იქ, ანუ ჩვენი ქართული ენა არის მართლა ძალიან მრავალფეროვანი და იქ ზუსტად საიდუმლოა, ძალიან ბევრი რამე იხსნება ჩვენი ენით. ხო. და ბევრი რაღაცა არის ჩადებული, როგორც ვეფხვის ტყაოსანში იგივე. ვეფხვის ტყაოსანი წინასწარმეტყველებაა და შიფრავს ხალხი მას. ხო და აი ამ ყველაფრის მერე ეხლა იმათ რო არიციან და უსამშობლოები არიან და საერთოდ რა იციან, კიდე საკითხავია, გასაგებია. ვინც იციან ადამიანებმა, ხო, როგორც მე და ძალიან ბევრია. და ღვთისმშობლის წილხვედრია, უფლის კვართი აქ არის, ელია წინასწარმეტყველის ხალენი აქ არის, რომელიც უნდა გამოჩნდეს ენუქთან ერთად ბოლო ჟამს, ცოცხლად გამოჩნდება. აი ძალიან ბევრი რამე, ხო? აი იმ საიდუმლოებებს რო აეხდება ფარდა და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის მერე კიდე როგორ ბედავენ საერთოდ საქართველოზე აუგის თქმას. და კიდევ ერთხელ ვიძახი, ქრისტესთვის არის განსაკუთრებული მხარე და დედა ღვთისმშობლისთვის. ეს არის წმინდანთა სამჭედლო. და მიუხედავად იმისა, რა ხდება ბრძოლა, იმიტომ არის ყველა სისტემაში, გინდა საპატრიარქოში ავიღოთ, გინდა ანუ რაც ხდება, ხო? ეს შიდა მტრები, რომ ისტორიიდან მოღალატეები, რომ ესე გვითხრიან ძირს, მაგრამ არ გამოვა. ძალიან მცირედი ვართ, ძალიან პატარა ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, მაგრამ ჩვენი გაქრობა არ გამოუვა, გინდა შიდა მტერს, გინდა გარე მტერს. აი ხა რომ ყველა მხრიდან რომ სისინებენ და ერთი სული აქვს რომ ჩაგვითრიონ, ყვბენენ, იქიდან ის გამოხტება, აქედან ეს გამოხტება, წადი რა, მიხედე შენს ქვეყანას იქ რა. თავისი პრობლემა აქვს იქ, თავის საზღვარი ვერ დაუცვია და იმის შიში აქვს რომ არ იქ ანის ჩამომიგდებს დრონს ანეს და ანუ კიდე მემკბენ, რუკაზე არ ჩანვარ, არანაირი თავდაცვა არ მაქვს, არანაირი თავშესაფარი არ მაქვს. გაქცევასაც ვერ მოვასწრებ. გაქცევასაც. ღმერთის ანაბარავა რა ესე დარჩენილი. ხო და აი ხელები შორს რა. ხელები შორს. ჩემი ქვეყნიდან და ჩემი საქართველოდან. არა აქვს მნიშვნელობა პოზიცია ვარ, ოპოზიცია ვარ. საქართველოს დაღუპვა და გაქრობა, ვისაც უნდა აიბარგონ აქედან. აი ეგრევე აიღონ ეხა თავიანთი რო იტყვიან მანატკი რა, აი ამ სიტყვას ვიტყვი. ხო და სადაც უნდათ იქ წავიდნენ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტერი გვყავს ჯერ ერთი და მერე კიდე ჩვენი გადავლა უნდათ, გინდა დიდ რუსეთს, გინდა ბრიტანეთს, გინდა ამერიკას, როგორც
არ ვიცი მე საზღვარი სახმელეთო და საჰაერო რომ გადაგვიარონ და ვერ ეღირსებით მეთქი გითხარით არ მოხდება ის რომ საქართველო აღარ იყოს ხო გინდათ ეს ძალიან ჯერ მარტო იმდენი სიწმინდეები გვაქვს და იმდენი ტაძრები გვაქვს და იმდენი წმინდა ადგილები გვაქვს ეს რო არ იყოს გამორჩეული მიწა და მხარე ღვთისგან ღამე გავიარე რამოდენიმე დღის უკან გავისეირნე ძველ თბილისში ყველა მხარეს ტაძარი მით უმეტეს ძველ თბილისშიო ხო ორთაჭალაჭანის გულისხმობ ყველა ფეხის ნაბიჯზე ხა ღამე კარგად ჩანს განათებულია ტაძრებია ყველა ფეხის ნაბიჯზე თქვენ ვაფშე გონს მოეგეთ რა და იმიტომაც გვებრძვიან აი ზუსტად მე ესე მესმის ეზოთერულად სულიერად მისტიურად იმიტომაც გვებრძვიან რომ გვაქვს ძალიან ბევრი წმინდა ადგილი და ღმერთისთვის რომ გამორჩეული ვართ ყველაფრით აი ამიტომ გვაქვს ესეთი ბრძოლები იმიტომ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი არ გამოუვათ გინდა იმ მხარეს გინდა ამ მხარეს და რა ვიცი მე კიდევ ის ვაგრძელებ ახლა ჩემ გაშლას და გონს მოვიდეს ყველა ურჩევნია სანამ დროა ესე იგი როგორი ენერგიები იქნება ჯერ ამას გავაკეთებ ხო თუ შემორჩით ჯერ აქამდე და მიყურებთ როგორი ენერგიები იქნება ჯერ ნახოთ ეს არ გვაცდიან ცხოვრებას რა როგორი ენერგიები იქნება ბოროტი ლამობს ყველა მხრიდან რომ შემოიჭრას ცეცხლი დაანთოს ესე იგი თავისი მანიპულატორულია ესეთი ცრუ დაპირებებით გინდა საზღვრებიდან, გინდა შიდა მტრებიდან, გინდა გარე მტრებიდან შემოაღწიოს და ეს არის მახე, მისი მახე რომ ჩაგვითრიოს ამ ყველაფერში, რომ ჩვენს გაგხრწნას ბოლომდე, ჩვენს ესე იგი უარი გვათქმევინოს გინდა ტრადიციაზე, გინდა სულიერებაზე, გინდა იმ სიწმინდეზე, რაც ჩვენ ყველას შიგნით, ყველა ქართველს გენეტიკურად გვაქვს ღმერთისგან მონიჭებული და აი ამის გარყვნა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიცახი პოზიციების დაცვა სულიერება ვინც გვყავს ახლა სულიერი მამა ხო აი მოუწოდებს ქართველებს მოხდება ესეთი რაღაცა და ვიქნებით ესე საზღვრებს დავიცავთ საქართველოს საზღვრების დაცვაში ჩავდგებით გამოჩნდება ადამიანი ან უკვე არის რომელიც ცივი გონებით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ჩადგება და გონივრულად და იმიტომ რომ დახმარება იქნება ასევე სულიერი მხრივ ავტორიტეტი თუ ეპისკოპოსი თუ პატრიარქი თუ ვინც სულიერი მოძღვარი დიდი სასულიერო პირიდან და დავიცავთ ჩვენ საზღვრებს. ანუ ესეთი ენერგია მოდის, მაგრამ არ ჩერდება ბოროტი. კიდევ ერთხელ ვიძახი. არ ჩერდება. ყველა მხრიდან, ესე იგი, თავისი მზაკრული იმით უნდა რომ შემოაღწიოს და ეს იქნება შიდა მტერი თუ გარე მტერი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ბრძოლები, ესე იგი, მცირე, დევნა რო იტყვიან ჩვენი, მაინც გაგრძელდება. მაშინ საბოლოო ჯამში რახან ესეთი ენერგიები წამოვიდა ხო? აი რა მოხდება ხო? მაშინ საბოლოო ჯამში გვაჩვენეთ რა მოხდება. მესმის რომ ბრძოლა არის. ამოხდება. ახე რა არ ჩერდება, აი არ ჩერდება. რა მოხდება საბოლოო ჯამში? საბოლოო ჯამში მოხდება ის, რომ ძალიან გავააქტიურდებით ყველანაირად, ესე იგი, წამოვა ჩვენში ის დაცვითი ენერგია, რაც გვჭირდება ზემოდან და ეს იქნება ზემოდან, იმიტომ რომ მარტო ადამიანი ღმერთის გარეშე ვერაფერს ვერ გაუმკლავდება.
ვერ გაუმკლავდება, შენ თუ გონია რომ არიქა შენი ძალებით რამე შეძლებ, ძალიან ცდები. შენი ძალებით შენ ვერ აკეთებ, ეს გეხმარებიან ზემოდან. და ზუსტად ეს ამოდის, აქტიურობის კარტი ამოდის ძალიან მალე, სამყაროდან, ელვის სისწრაფით. რაღაცა კონტრაქტი, რაღაც გარიგება, რაღაც პროცესი შედგება, სადაც ჩვენ ესე იგი გვექნება მონაწილეობა, რომ ანუ ის მხარე იქნება თუ ეს მხარე სამი ქვეყნის იმაში, რა ქვია, ვიქნებით, ანუ შუაში. გამოჩნდებით, ანუ გამოიყენონ ბატონო სახმელეთო თუ უნდათ და მოვა მაგისტროც, გამოიყენონ საჰაეროც, ოღონ ანუ ჩვენ შეთანხმება. ის რომ ხელი არ გვახლონ და ვიყოთ დაცულები და აი ამაზე მიდის ახლა ბჭობა. კარგი სხვათა შორის დადებითი, იმიტომ რომ აქ ფინანსური რაღაც ინტერესიც არის იმ ქვეყნების. კიდევ ერთხელ ვიძახი, პოლიტიკოსი არ ვარ და არც მინდა რომ საერთოდ გავერიო ამ პოლიტიკის თემაში, მაგრამ ნუ ახლა ვკითხულობ, ხო? ინფორმაცია. როგორც ვკითხულობ, ესე ვკითხულობ. განაჩენი თქვენთვის მომინდვია. ნახოთ ეხა თქვენ, აი ვინც უყურებთ, ვინც შემოყვედით, ვისაც მართლა გული შეგტკივათ და გინდათ თქვენი ქვეყანა რომ გადარჩეს, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ესე იგი იცოცხლოს საქართველოს, ქართველმა ერმა, გააგრძელოს არსებობა ჩვენმა შთამომავალმა. აი თქვენ, ვისაც მართლა გული შეგტკივათ და ძალიან ბევრი ხართ, დარწმუნებული ვარ. ჩემი მსმენელები, ჩემი გამომწერები და დიდი მადლობა თქვენ ყველა, თქვენთაგანს კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, პირადში რომ მიკავშირდებით. თქვენ ყველას და მე მადლობებს რომ წერთ, რომ აი მადლობა, საოცრება ხართ. მე არაფერი არა ვარ. მე ვარ ინფორმაციის გადმომცემი. ამ დროს მე ვხდები უბრალოდ გამტარი და ვაკეთებ ინფორმაციის გადმოცემას. კი, ემოციები მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და ბუნებრივია ეხა ეს, ხო? ემოციური ფონი, რომელიც მაქვს ხოლმე, მაგრამ მე ვარ კიდევ ერთხელ ვიძახი ინფორმაციის მომწოდებელი. რაც ხდება ზემოთ, ის მე მატერიალიზდება და მოდის ქვემოთ და ის შუამავალი რო იტყვიან, ხო? ახლა უხეშად რო ვთქვა, შუამავალი არ ვარ, მაგრამ გადმომცემი, გამტარი. აი ეს ვარ, კი ბატონო. თქვენ ყველა, აი თქვენ, ვინც ხართ მართლა ადამიანები, თქვენთვის ვაკეთებ ამ გაშლას. როგორ იქნებით აი ეს პერიოდი, ხო? იმიტომ რომ რაღაცას ამზადებენ, ნახეთ, აი რაღაცა უნდათ ძალიან ისეთი ფართო მასშტაბური გააკეთონ და აი რა ვიცი, იმედია ღმერთი დაგვიცავს და არიზავენ. აი თქვენ ყველა როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს, იმიტომ რომ აი იგრძნობთ თქვენც ყველა. ნახეთ, ინტუიციურ დონეზე, ფაქის სივრცეში არის ეს ღელვა, შინაგანი, რაღაც სიმძიმე, ნუ უამრავი სიმპტომები შემიძლია ჩამოვთვალო. მაგრამ თქვენ ყველა როგორ იქნებით ახლა, აი ნახოთ. აი ეს პერიოდი. გასაგებია. ნახეთ თქვენ ყველა როგორ იქნებით სამწუხაროდ, ხო? კი ხართ აქტიურად თქვენ საქმეებს აკეთებთ და რო იტყვიან აი რა ინდი მხედრების წინ ბრძოლისთვის მზად ვარ, ანუ აი ესეთი მომენტი. მაგრამ გაქვთ ძალიან ბევრი როგორც შიდა კონფლიქტი, ასევე გარეთ. აი რო ვთქვი, ხო, ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, არ ვიცი რა კონფლიქტი, მაგრამ არის. როგორც შიგნით გაქვთ თქვენ თავთან, ასევე გარეთ, ასევე ძალიან ბევრი დაბრკოლებებია. ნახეთ, თქვენ გზაზე, თქვენი ბრალი არ არის, ეხლა ხდება ეს პერიოდი ასეთი. მე ძალიან ბევრ ტყუილს აღმოვაჩენთ ადამიანებისგან, ნახეთ,
გაგიწბილდებათ გული ბევრი ადამიანისგან და გულგატეხილები. ხა ეს სამკუთხედის კარტი არა მარტო გულგაცრუებას ნიშნავს, ფართოდ რო ავხსნათ, ეს არის გულსის ძარღვთა დაავადებები, აქ არის გულის აჩქარებებია, ეს არის წნევები, არტერიული წნევები და აი ძალიან ბევრი ისეთი დამახასიათებელი ფაქტორია, რაც ამ ემოციურ ფონს დიდ რო იტყვიან ემოციურ ფონს მოყვება და რაღაც მომენტში შეიძლება ვთქვათ გაცეცხლებულებიც ხართ, იმიტომ რომ თქვენს ირგვლივ ხდება ბრძოლა. ნახე, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ყველგან ბრძოლაა, ყველგან ომია, ყველგან დაპირისპირებაა, მოტყუება, ბევრი სიცრუე, ანუ ბევრი სიყალბე, ამას დაინახავთ. იმიტომ რომ ეს დრო მოვიდა. სულ ვამბობდი ამას და ეხლაც ვადასტურებ. თქვენი ბრალი არ არის. უბრალოდ ყველამ თავის სახე უნდა დაგანახოთ რა. ანუ ვერავინ დააფარავს მის სახეს, გაიგეთ? გარედან იქნება ეს ვიღაცა უცხო იქნება თუ შიგნით იქნება, გარდაუვალია. მაშინ თქვენ პირადზე, ვინც ახლა მიყურებთ და ესე აღელვებულები ხართ, აი თქვენ პირადში რა ხდება? ანუ ნახეთ სტაბილურობის კარტი ამოდის ამ შემთხვევაში. ეხლა მე ვაკეთებ პროგნოზირებას, კიდევ ერთხელ ვიძახი. ეს არის ახლო მომავლის პროგნოზირება. მე ვერ გავაკეთებ ძალიან დიდ პროგნოზს, იმიტომ რომ ეხლა იმდენად დაჩქარდა მოვლენები და იმდენად ანუ აჩქარებულ ტემპში მიდის ყველაფერი პროცესი, ხო? დაიქოქა რო იტყვიან რომ ამ ნაკადს მივყვებით ჩვენც, აი ამ ველს, აი ამ რაღაც სიხშირეს, აი როგორ აგიხსნათ, ალბათ გესმით. ამიტომ ეხლა ჯერჯერობით აქ ამოდის, გაჩერებასაც ნიშნავს ეს კარტი, მაგრამ მთლიანობაში სტაბილურობა, მაგრამ ამოდის გამარჯვება. ეხლა დავსვავ კითხვას და მამაკაცი ამოვიდეს, რა თქმა უნდა, ვინც გაინტერესებთ ის. უმრავლესობას ესე ამოვიდა. ყველა ვარიანტში გაიმარჯვებთ. რუნებს ვკითხავ ეხლა. ვიღაცა მომწერა, რომ რა რუნების ის გაქვა, ანუ აი ესეთი ორაკული რუნებია, რომელიც მანტიკისთვის გამოიყენება, იმიტომ რომ მე მაქვს ასევე რუნები, რომლებიც კრისტალებისგან არის და ხისგან არის, რომელიც მე დავამზადე. ამ რუნებს, რომელიც აი ესეთ ტომსიკებში დევს, კრისტალებში, ქვებშია, ზოგი ქვის არის, ზოგი ხის არის. ანუ ხის და ჯობია რომ შენ დაამზადო. იმიტომ რომ შენი ენერგეტიკა უფრო მეტად ესე კი კარგია და პლუს უნდა მე შენ ენერგიაზე დამოხტო, ხო? მაგრამ ეს რუნა ორაკულის სტილის, აი ესეთი გამოიყენება უბრალოდ მანტიკაში, ხო? ვინც იცის, რა თქმა უნდა და ვინც ერკვევა. ძალიან დიდი ეს არის, რა ქვია, ინსტრუმენტი. ნახოთ აბა რუნების ენერგია თქვენთვის. ეხლა როგორია? ეხლა აქ ამოდის, რომ უმრავლესობა მიყურებთ ქალბატონები, რუნა მაჩვენა ეს. ეს არის მოზიდვის რუნა, რომელიც ქალების რუნა პირდაპირ ვთქვა დედობას, ზრუნველობას, სიყვარულს, აღდგენას, სილამაზეს, ფერტილობას, ანუ როცა გინდა რომ ვთქვა დაორსულდე, იმას ემსახურება ეს რუნა მთლიანობაში, ხო? ანუ ქალბატონები რომ მიყურებთ, რომლებიც ესე იგი სიყვარულის ასე ვთქვათ, ფერებში ხართ და გინდათ ეს სიყვარული და ამოვიდა რა თქმა უნდა ცეცხლოვანი რუნა, რომელიც ნიშნავს ძალიან ბევრ რამეს. ჯერ ერთი სასიყვარულო რუნაა, ცეცხლის დამთებია, ნახეთ, შეიძლება გეწვით, ახლა შინაგანად გული. ანუ არის ეს პერიოდი, ხო? იმიტომ რომ მომატებულია ასევე გაზაფხულია და მესმის, რომ ეს ხდება ყველა ახლა ინდივიდუალურია, ყველას არა, მაგრამ თქვენი ესეთი ემოციები მომატებულია და ანუ ცეცხლოვანი რუნაა რა. მაგრამ ტრანსფორმაციის და რეგენერაციის ასე ქვია ამას. ვაფშეტა იმის არის რა, ანუ ცეცხლის დამთები,
ცეცხლის დამთები, მაგრამ სინათლის მომტანი. ანუ აქ არის კიდე სხვა ახსნა, რომ რაღაცეებს, ანუ ნახეთ რაღაც საიდუმლოს, რაღაც დაფარულს, რაღაც მიჩქმალულს, ანუ განათება მოხდება, განათება. ასევე სწავლის არის, ანუ ვისაც თუ რამე შესწავლა გინდათ, უფრო ეზოთერიას, ფსიქოლოგიას, მისტიციზმს, მაგიას და ასე შემდეგ, ანუ იმას ეხება, რაც ანუ დაფარული ცოდნა, რასაც იგულისხმება დაფარული ცოდნა, მაგრამ სწრაფიც არის თან, სწრაფი, ანუ სწრაფად მოხდება ეს რაღაც პროცესი. თქვენ რასაც დაისახავთ მიზნად, ხო, ეს ინდივიდუალურად ესე აჩვენებს, იმიტომ რომ ხა უამრავი მიყურებთ, ხო? მაშინ მკითხოთ აბა. უკეთესი მომავლის შეცვლისთვის, ანუ ტრანსფორმაცია. კრეატიულობის. ნახოთ ახლა თქვენ პირადად, ანუ რას გეტყოდნენ? რა დარიგებას, რა რჩევას მოგცემდნენ ზემოდან. თქვენ გეუბნებიან ეხლა ვინც მიყურებს ამ ვიდეოს და ვინც ითვალისწინებს ჩემ პოზიციას და მეთანხმება ის რაც დასაწყისში ვთქვი, ვინც არის ადამიანი, ვინც არის ღვთისშვილი და უფრო აქეთ სინათლისკენ მიდრეკილი, პირდაპირ ვიძახი ყველანაირი იმეების გარეშე, ქვეტექსტების გარეშე. ვისაც უყვარს თავის ქვეყანა, თავის სამშობლო, საქართველო და ვისაც უნდა რომ მართლა გადარჩეს და მშვიდობა იყოს და არ ყვირის ომს და არ ნატრულობს დრონს და ჯვარი გვწერია და კიდე საშინელებას, აი თქვენთვის იქნება ეს გაშლა. მიუხედავად ამდენი ვნებათა ღელვისა, შიდა კონფლიქტისა, გარე კონფლიქტისა, არეულობისა, დაბრკოლებებისა, იბრძოლე გეუბნება აგერ ძალა, უმაღლესი ძალა, ფაქიზის სივრციდან. იბრძოლე ბოლომდე დაისახე მიზნად ის რისიც გჯერა და შენ გაიმარჯვებ. ამას ცოტა ხანი დრო უნდა, რაღაც პერიოდი, დაელოდე. აქ ჩანს კავკასიის მთები. სადაც იყურება ეს ადამიანი, კავკასიონი, ასე ვთქვათ. მთებია, მთიანი ადგილია. ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ ის არის, რა ქვია. რაღაც სხვა მთა არის, ხო? აფრიკის ტერიტორიაზე არა ვარ, რომ ტონგოში არ ვცხოვრობ და ზიმბაბვეში, რომ ვთქვა, რომ ეხლა იმას უყურებენ, რა ქვია. ჰიმალაის მთას სიტყვაზე, ხო? არა, ეს არის კავკასიური მთები, ანუ კავკასიური მთები არის ის ადგილი, საიდუმლო ადგილი, რომელიც დაიცვა უფალმა. ყველა მთას აქვს თავისი რაღაცა, ანუ ეს არ არის რა ისე მეტაფიზიკურად ხსნე, ხა გინდა ისე გაიგეთ, გინდა ასე გაიგეთ, არ მაინტერესებს. ის ამირანი, ნახეთ, კავკასიურ მთებზე, რომელიც არის გაკრული. და ყვავყორნები ესხმიან, ნახეთ, მტრები და ძიძგნიან ამ ამირანს. და ის არის მიჯაჭვული ამ კავკასიონის მთაზე, ხო? ნუ ეხა ევერესტი არ არის ნამდვილად კავკასიონია. დარწმუნებით გეუბნებით. აი ეს პრომეთე გაიღვიძებს. მე არ ვიცი როგორ, მე არ ვიცი რანაირად. და ის ყვავყორნები რომ მოდიან და ესე იგი ძიძგნიან, ამირანი საქართველოა. ხო და ეს ამირანი რომ აი ბოლოს და ბოლოს ძინავს თან მიძინებულ მდგომარეობაშია. გაიღვიძებს და აი მოსულია ეგ დრო პროცესია დაწყებული, წკიპზეა მისული მისი გაღვიძება. და აი ამაჩვენებენ რა ორ პერიოდს არ ვიცი მე როდის
მაგრამ მალე ადამიანი რომელიც დგას და მოლოდინშია. მე ხა გლობალურად ვეხები ამ პროცესებს, მაგრამ ვიმედოვნებ თქვენი გონიერების და მინდა რომ თქვენც არა მარტო ნახეთ ეს კოლექტიური პროცესები რაც არის დაწყებული და ყველას რო გვეხება რაც ხდება ხო ჩვენ ყველაზე პირადზეც მოქმედებს იმიტომ რომ როცა ირევა მსოფლიო ჩემოკარგებო როცა ირევა მსოფლიო და შეშლილი სამყარო არის ესეთი მე მგონი ფილმიც გადაიღეს მაგრამ წიგნიც არსებობს ანუ ეს კოლექტიური მასა ხო აი ამ ენერგოვიბრაციისა ედება როგორც კოვიდი იყო ვირუსი იყო ყველას მოარული ხო ჩერნობილის ატომური ბომბი რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს ხო სიტყვაზე ვიძახი ჩვენ ხო ვერ ვხედავდით ჰაერში დაფრინავდა ეს ენერგია ეს არის ენერგია რომელიც ედება მთელ მსოფლიოს და ეხლა ეს რაც ხდება ხო ესეც მოქმედებს ჩვენ ყველაზე გინდა მორალურად გინდა ფიზიკურად გინდა მენტალურად ყველანაირად ამიტომ კავკასიური მთები ანუ ხო იცით არა და იყო კიდე სპექტაკლი რუსთაველის თეატრში კავკასიური ცარცის წრე ანუ ეს ისე არ ხდება აი კავკასიური მთები რო დაინახა ალექსანდრემ როცა შემოვიდა და მთელი ლამის მთელი მსოფლიო დაიპყრო ვერ შემოაღწია ასევე იმან რა ქვია დიდმა ადოლფ ჰიტლერმა ანუ ვერ გადმოლახა მაგრამ კავკასიონის მთების გადმოლახვას არც აპირებდა ის მეორე მხრიდან მე მგონი ყაზბეგიდან აპირებდა შემოსვლას რა და თითქმის საზღვრებთან იყო მაგრამ ნუ ვერ შემოვიდა ვერ შემოაღწია იმ ესე იგი ლეგიონი ედგა უკანო რა ერთ-ერთმა ბერმა თქვა ფაქის სივრცეში ჩანს ხო ადამიანს ვინ უდგას უკან და იმას ლეგიონი ედგა და ლეგიონი ედგა რა თქმა უნდა ვიცით ხა ინფერნალური და არსებებისა დემონებისა ხო და ვერ შემოაღწია გესმით და იგივე მომენტია აქაც აი იგივე მომენტია კი არის ბრძოლა არის არეულობა არის ეს შეშლილი სამყაროს საზოგადოება ყველა მხრიდან აშლილი აი ესეთი გონება აშლილი ფსიქიკით მაგრამ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ, იმიტომ რომ მაინც დაცვის პოზიცია, მაგრამ ამ ყველაფრის მერე ჩვენც მოლოდინში ვართ, ნახე, გაურკვევლობაში ვართ უმრავლესობა. მოდის რა, სურვილის ასრულება, ის რომ საბოლოო ჯამში დავჯდებით და აი როგორც ქართულ ტრადიციულ სუფრას შეეფერება, ერთად აღმართავთ თას გამარჯვებისას, იმიტომ რომ საქართველო იქნება გაბრწყინებული და ჩვენშიც ყველაშიც დალაგდება ეს სიტუაცია. აი როგორც კოშკი, ნახეთ, აქ სვანური კოშკებია. სვანური კოშკები, ანუ რა, ეს არის ადგილი ყველაზე დაცვითი მექანიზმი არის აქ ჩართული. ანუ რა, რომ იქ, ანუ მტერი ვერ მივა, იქამდე მტერი ვერ მოაღწევს, აქამდე, ხა ეს მეტაფიზიკურად არის. მეტაფიზიკურად. გამგები გაიგებს და ვისაც ყური აქვს ის მოისმენს, ხო? ანუ იმიტომ მინდა სიმშვიდე, იმიტომ მინდა რომ უმრავლესობა იყოს დამშვიდებული, თუმცა ხა ძნელია ხო ესეთ სიტუაციაში დამშვიდება, რომ ყველაში მე გადამცემია, ნახეთ ეს ენერგია არის გადამცემი, ჩემო კარგებო. აი ხა როგორც მე გესაუბრებით თქვენ, ხო? გადმოგეცით ჩემი ენერგია, თქვენ ამას გრძნობთ. ჩემი ხმიდან, ჟღერადობიდან. აი ეს სიმშვიდის, იმედის, თავდაჯერებულობის, იმ დაცულობის, რომ ვაიმე ხა რა გვეშველება, ანუ არა,
არ უნდა თქვათ ესე, იმიტომ რომ გვეშველება და ნაშველი გვაქვს უკვე, იმიტომ რომ ვართ რჩეულიერი ღმერთისგან გამორჩეული და ჩვენ არ მიგვატოვებენ. და ამიტომ ეს პროცესები, რომელიც დაიწყო და დაძრულია უკვე და მიმდინარეობს, ხო? კაი ხანია. შედის იმ ფაზაში, სადაც, რატო გეუბნებით ახლა ამას, რომ ჩვენ არ შეგვეხება ნაკლებად მცირედი, წმინდა მამებსაც ეს აქვთ ნათქვამი, რომ მცირედით იქნება. ძალიან, ისე წაგკრავს, რო იტყვიან რა, მარა ჩვენი კეთილგონიერებით და მე მჯერა ამისი და მწამს საქართველო გადარჩება და ჩვენთან იქნება მართლა დამკვიდრდება ის ჰარმონიულობა, ის სტაბილურობა, ის ერთობა, ის სიხარული, რაც გვაქვს. მაგრამ ამ ყველაფრის, გამაერთიანებელი, რა თქმა უნდა, უფალი ღმერთია, რომელიც თავის გამორჩეულ ერს აჯილდოებს იმით, რომ ყავს დაცული, გინდა ზეციური ძალებიდან, გინდა საზღვრებიდან, გინდა მისი ტერიტორიებიდან. უხილავად, რა თქმა უნდა. და ვინც ხედავს და ვინც გრძნობს, ის დაინახავს. ასე რომ ყველა ვარიანტში ჩვენთან შემოვა ეს სიმშვიდის ენერგია, დამშვიდებიან, ისინიც გაიგებენ და ღმერთმა მათაც გონება გაუხილოს და თვალები და გაუნათოს გონება. მე დიდად არ მჯერა, მაგრამ იმეც ვიტოვებ. ხო და ნახეთ, გვიწყნარდება სიტუაცია, მოვლენები. გვიწყნარდება და საბოლოო ჯამში მოდის გამარჯვება. გამარჯვება, როგორც ჩემი ერის საქართველოს, ისე თვითოული თქვენთაგანის, თქვენს ოჯახებში, თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირადშიც დაისადგურებს ეს ენერგია. ჯერ დრო უნდა, ორ პერიოდს მაჩვენებენ, არ ვიცი ხა. 2 დღე, ხა ძალიან ცოტაა, ხო, 2 კვირა, 2 თვე, რაღაც 2-ზეა საუბარი. მაგრამ დაცული ვართ, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ. ყურებში დამიწყო შხრიალი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მე ეს ინფორმაცია გადმოგეცით, არ ვიცი ხა ვისთვის იყო, რისთვის იყო, როგორ იყო იმ მომენტში, იმ პროცესში მეც რომ ვერთვები, რომ მოდის ეს ნაკადი და გადმომაქ ეს ინფორმაცია, რაც მოსაცემია, რაც თქვენთვის, რა თქმა უნდა, მოდის და ამიტომ იმედი მაქვს მოგეწონებათ და იმედი მაქვს ესეც მოხდება და მე მჯერა რომ ასეც მოხდება, მაგრამ თქვენც დაიჯერეთ. თქვენს ოჯახებში, თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირადში შემოვა ის გამარჯვება, ის სტაბილურობა, ის სავსე, რო იტყვიან, ყველაფრით სავსე რო ხარ ადამიანი, სიყვარულით, გრძნობებით, შეგრძნებებით, ხო? ემოციებით, ოღონდ პოზიტიურით, რა თქმა უნდა და სტაბილურად რო ხარ, ახლა რაჯობია ამას, რომ ყველა ერთად ვზეიმობთ, ხო? და ყველას ერთად გვიხარია. დიდ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ, თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, კიდევ ერთხელ მომწერეთ კომენტარები, რაზე გინდათ, რა თემაზე გინდათ და აგერ ვარ, მე ყველა თემაზე ვშლი. და აბა თქვენიც პირადში კიდე ვისაც გინდათ რომ დამიკავშირდეთ, ქვემოთ ეწერება WhatsApp-ის ნომერი და მომწერეთ, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, აბა თქვენიცით. დროებით.